არის ის რიცხვები მნიშვნელოვანი, რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ. აი რა უნდა იცოდეს თითოეულმა მოქალაქემ და რა დასკვნა უნდა გამოიტანოს მათ შორის ამ ციფრებიდან. რამდენიმე ფოკუსი შეიძლება გავაკეთოთ გასული 6 თვის პოლიტიკურ შემოწირულობების ანალიზისას. პირველი ის, რომ დიდი უსკრული არსებობს მმართველ პარტიასა და დანარჩენ პარტიებს შორის ფინანსური თვალსაზრისით, ეს ახალი ამბავი არ არის, ესე გრძელდება წლებია. ამ გასულ 6 თვეში დაფიქსირდა 6ჯერადი უპირატესობა, ანუ ყველა პარტიას ერთად რო ავიღებთ და ავიღებთ აქეთ ქართულ ოცნებას, 6ჯერ უფრო მეტია, 87%-ია ყველა შემოწირულობის. თვალშისაცემი არის ერთი ის, რომ არასაარჩევნო პერიოდია, არ არის აქტიური საარჩევნო პერიოდი და ამის ფონზეც კი, ამის მიუხედავადაც კი 6 მილიონზე მეტი მიიღო ქართულმა ოცნებამ, რაც არ არის ტიპიური, რაც ბევრია. და კიდევ ერთი ასპექტი, რასაც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, არის ის, რომ აჭარის რეგიონიდან არის ანომალიური რაოდენობის მევიდოდი. ეს რიჟვაძის წასვლის შემდეგ, ხო ეს არის მნიშვნელოვანი? აქ რატომ არის? აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წასვლიდან, ანუ იანვარი, თებერვალი, მარტი 0 იყო აჭარიდან შემოწირულობა. აპრილში გადადგა თორნიკე რიჟვაძე და აპრილში დაიწყო აჭარიდან ქართული ოცნების სალაროში ფულის შემოდინება, რამაც მიაღწია პიკს ივნისში. ანუ აპრილში, მაისში გაგრძელდა და ივნისში იყო პიკი. ჯამურად 2.5 მილიონი. ანუ 0 გახდა 2.5 მილიონი არასდროს ასეთ დროის პერიოდში აჭარიდან ამ რაოდენობის თანხა არ შეწირულა ქართული ოცნებისთვის. ასევე საინტერესო იყო ის, რომ ბევრი ამ შემომწირველებს შორის აჭარიდან იყო ისეთი, რომლებმაც პირველად შეწირეს საერთოდ პარტიას ფული, ნებისმიერ პარტიას. ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტური გამოძიება თქვენ არხზე, მათ შორის, რომ როდესაც ამ ადამიანების ნაწილი აშკარად აჩენდა იმის ეჭვს, რომ შეუძლებელია მათ ქონოდათ 50-60 ლარი, რომ პარტიისთვის ეჩუქებინათ. პირველი რა ეჭვს აჩენს ეს აჭარიდან წამოსული ტალღა არის, რომ ის არის ფიქტიური შემოწირულობები. ანუ მათ თანხას არ წირავდნენ და სხვის თანხას წირავდნენ და რა თქმა უნდა გვიჩნდება ჩემი აზრით გონირული ეჭვი, რომ ეს არის იძულებით გაღებული შემოწირულობები. დანარჩენზე ჩვენ მტკიცების ფორმაში ლაპარაკი არ შეგვიძლია, ჩვენ საჯარო წყაროებზე დაფუძნებით ვაკეთებთ ჩვენს ანგარიშებს, დანარჩენი უნდა იყოს გამოძიების საგანი, რომელიც ვიცით რომ არ იქნება. სხვა კიდევ ერთი მიმართულება, რასაც მე გავამახვილე ყურადღება, აი თქვენი უმოკლევის გაცნობის შემდეგ არის ის თუ რა ხდება იმ კომპანიებთან მიმართებით, რომლებიც არიან კონკრეტულად ოცნების შემწირველები. ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ, ანუ თქვენ ჩვეულებრივი მოქალაქე, როდესაც შევა და ნახავს შემომწირველების სიას, რომელიც საჯაროა და იდება ანტიკორუფციულ ბიუროს საიტზე და ჩვენ საიტზეც, აქ ნახავს სახელდაგვარებს, სახელი გვარი, ამდენი შეწირა ამ და ამ რიცხვში. ეს ბევრს არაფერს არ ეუბნება, ხო, მოქალაქეს. ეს არის ფიზიკური პირების ჩამონათვალი, 168 ესეთი პირი იყო ამ 6 თვეში, რომელმაც ოცნება შეწირა თანხა. რა გავაკეთეთ ჩვენ? ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ გვეპოვა ჯგუფები ადამიანთა რა კავშირში არიან და არის თუ არა კავშირში ეს ადამიანები შემოწირულები ერთმანეთთან და რა ნიშნით არიან კავშირში. და აი ესე გამოვკვეთეთ ბიზნეს ჯგუფები, დონორი ბიზნეს ჯგუფები. ანუ ფიზიკური პირები არიან, ისინი კავშირში არიან რომელიღაცა კომპანიებთან და ამავე დროს ერთმანეთთან საერთო კომპანია, საერთო ბიზნესები აქვთ მათ და რაც ყველაზე მთავარია, ამ ბიზნესებს ჩვენ ვნახეთ, რომ აქვს ასევე რაღაც სარგებელი ბიუჯეტიდან იმავე პერიოდში, როდესაც მოხდა თანხის შეწირვა. აი, რო წარმოიდგინოთ მაყურებელს რომ მიმართო, ბევრ ადამიანს იცნობთ და საერთოდ იცნობთ თუ არა ადამიანს, ვინც მზად არის, რომ ათეულობით 1000 ლარი შეწიროს რომელიმე პარტიას სრულიად უანგაროდ. გულისხმობ
არ გულისხმობ იდეოლოგიურ თანხმებას, კი, შეიძლება იდეოლოგიურ ალბათ ძალიან იშვიათი გამონაკლისი. ან რამე კონკრეტული სარგებელი თუ არ აქვს. ჩვენ ზუსტად ამ სარგებლებს ვეძებდით და როდესაც მუშაობდი რუსთავში და ვიყავი რეპორტერი, ამ თემაზე არაერთხელ დამისვამს კითხვა და მაშინ ზოგიერთი წარმომადგენელი ოცნებიდან, იმიტომ რომ მრავალი წელია ხო სიუჟეტები კეთდება ამ თემაზე და თქვენც წერთ ამ დასკვნებს და ასე შემდეგ, აი შემომწირულების საკითხზე და ზოგიერთი მათგანის პასუხი იყო ხოლმე ასეთი და ალბათ ახლაც შეიძლება იყოს იდენტური, რომ ხო ისეთი პოლიტიკური ძალაა ქართული ოცნება და სხვათა შორის აი ბიზნესის მხარდამჭერ ძალად აცხადებდნენ, რომ აი ჩვენ ისეთ ფონს უქმნით მათ, რომ ნორმალურია რომ ისინი ჩვენ თანხებს გვირიცხავდნენ, ხო? აი ამ მიმართულებით რა კითხვები შეიძლება იყოს? აი ეგ პასუხი შეიძლება გადაითარგმნოს ზუსტად იმაში, რა სარგებელსაც იღებენ მერე ეს ბიზნესები ბიუჯეტიდან. მე არ ანუ სარგებელში ითარგმნება მაინც. კონკრეტულ სარგებლებზე გვაქვს ლაპარაკი. აი მაგალითად ძმები დოლიძეები შეწირეს 100.000 გაზაფხულზე პარტიას 2024 წლის შემდეგ მიღებული აქვს 120 მილიონი ლარის ტენდერი. ცხადია კმაყოფილი შეიძლება იყოს რომ ისე მიდის საქმე შენი კომპანიებისთვის, როგორც მიდის, ხო 120 მილიონი ცხადია რომ ამ კომპანიებს სხვა შემოსავალიც ექნება, მაგრამ სახელმწიფოდან 120 მილიონი აქვს 2024 წლის მერე, 2016 წლის შემდეგ 400 მილიონი, 330 მილიონი სადღაც. ანუ ეს ლოიალობა სრულიად ახსნადია და ეს ახსნადობა კიდევ უფრო გაღრმავდა წლების განმავლობაში. ჩვენ ვსვამთ ისეთ კითხვებს, რომელიც სრულიად საკმარისია, რომ დაიწყოს მოკვლევა პირველი ანტიკორუფციულმა ბიურომ, მეორე პროკურატურამ, მესამე სულში არსებულმა ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ანტიკორუფციული ბიურო დაკავებულია არასამთავრობოების და პარტიების შევიწროვებით. პროკურატურა რასაც აკეთებს, მთელი საქართველოს ხედავს, ხო? სუსის ანტიკორუფციული დეპარტამენტი ძირითადად დაკავებულია იმით, რომ ურჩი საჯარო მოხელეები ყავდეს კონტროლის ქვეშ და ზოგადად ცხადია არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ რაიმე ობიექტური გამოძიება შეიძლება ჩაატაროს მათ. ოღონდ ამას რატო უსვამ ხას, რომ ეს პუბლიკაციები, რასაც ჩვენ ვაქვეყნებთ, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დაიწყოს გამოძიება. ჩვენ ყველა კითხვაზე ცხადია ვერ უპასუხებთ, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ხელმძღვანელობთ იმ მასალებით, რაც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამის იქეთ გამოძიება ბრალი და დაადასტუროს ან გააქარწყლოს ეს ჩვენი კითხვები და ეჭვები, ეს არის სახელმწიფო ორგანოების როლი, რომელსაც გიგი თქვენ მრავალი წელია მუშაობთ ამ ორგანიზაციაში, ამ მიმართულებაზე და დაინტერესებულა ბოლო პერიოდის განმავლობაში პროკურატურა ამ მასალებით, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ წლების წინ ეს იყო ერთ-ერთი პრობლემა, რომ ძალიან მწვავე მასალები ქვეყნდებოდა იმ პოლიტიკური თუ სხვა ტიპის კორუფციის ნიშნების შემცველი და ნულოვანი ინტერესი გამოძიების მხრიდან. ახლა რა ხდება ამ თვალსაზრისით? არ მახსენდება პრეცედენტიც კი, რომ არა პროკურატურა რომელიმე ჩამოთვლილ ორგანოს თუნდაც შეემოწმებინა ის, რომ როდესაც წირავს ასობით 1000 ლარს კომპანიის მეწილეები და ეს კომპანია იღებს მილიონობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან სარგებელს სხვადასხვა სახის, ხო არ იყო ამაში რაიმე კავშირი. არ მომხდარა ნიშნები, რომელიც უნდა დაადასტურდეს ან გააქარწყლდეს, ხო, ეს არის მათი საქმიანობის მაგ არა მარტო ტენდერები, აქ გვაქვს მაგალითად სოფლის მეურნეობის სუბსიდიები. სოფლის მეურნეობის სუბსიდიები, რომელიც გამოყოფილია იმისთვის, რომ განვითარდეს სოფლის მეურნეობის დარგი. აი აქ შემომწირულებს 10-ობით მილიონი აქვთ მიღებული. 10-ობით მილიონი. დიდი მადლობა. მადლობა გიგი, დაგემშვიდობები. გიგი ჩიხლაძე საუბრობდა ჩვენს ეთერში 3 საათზე, ახლა ახალი ამბების დრო არის ტელევიზორში.